ტაქსიმის მოედანზე საღამო არის, საერთოდ მე და ფემი და მინდა გაჩვენოთ ის ადგილი, სადაც პირველად ჩემი პოეზიის საღამო ხო, კი, ჩატარდა 2015 წელს. მეგობრებო, აი მოვედით იმ ადგილას, სადაც ჩემი პოეზიის საღამო იყო. ახლა შევდივართ. აქ ეს იყო 2015 წელი, პირველად როდესაც სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობით მოეწყო ჩემს ლექსებთან შეხვედრა, ასე რომ ვთქვათ. და მაშინაც ბატონი ფეჰმი იყო და ახლაც ბატონი ფეჰმი არის აგ ჩემს გვერდზე და გაჩვენებთ ახლა ამ ამბებს. ეგ სავაჭრო ცენტრი აქ ხო ქვევით, სადაც შემოვდივართ და ქვევიდან შევდივართ შემდეგ დარბაზში. ხო და ძალიან ღელა ახლა მას შემდეგ პირველად მოვდივარ, 12 წელია გასული. 12 წლის შემდეგ აქ მოვედი პირველად. აი აქ, მერაბა. აი აქ ჩატარდა მაშინ ჩემი პოეზიის საღამო. აქ იყო ხო, ზევით იყო. გარემონტენ და ახლა არის მერია კინოარი, კიდე დარბაზი. კინოდარბაზია? შიგნით არის კინოდარბაზი, ანუ მერის კუთვნილებაში ყოფილა ახლა ეს ყველაფერი. ეს არის დარბაზია, კინოდარბაზია. და არაცნობილია ბეოლო, სინემასიკია. აჰა. ესე იგი ბეოღლოს კინოდარბაზი, რომელიც ქალაქის მერის კუთვნილებაში გადმოსულია ამ დარბაზში. ასისტის სამოტანილი სინერგია. კინო, აჰა, 100 წლის წინ ჩამოტანილი კინოაპარატურა. ნახეთ ხალხო. ნახშირით, ზოგის ნახშირით მუშაობდა ადრე. ადრე ნახშირით მუშაობდა? რა საინტერესოა. და ამით უჩვენებდნენ ფილმებს. აი. ეს ალბათ კადრები ფილმებიდან. აი ჩარლი ჩაპლინი. მელნი მონრო. მენდელი მონრო. ძალიან ღელავ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, იმიტომ რომ მართლა აი ისეთი ემოციური ვიყავი მაშინ და ახლაც იგივე ემოცია დამეუფლა. წარმოიდგინეთ 12 წლის წინ სტამბოლში პერსონალური საღამო შენი და მიდიხარ და მაშინ პირველად ხვდები თურქეთელ ქართველებს, ჩემს საოცნებო ადამიანებს, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი და აი ეს იყო კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ახლა არის კინო დარბაზი. ბეიოღლუ სინემ. ეს უბრალოდ მისაღები არის, ახლა სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაჯდნენ, ჩაიდალიონ და იქ კარებს რომ ხედავთ, იქ უკვე შედიხარ დარბაზში. აქ შეიძლება კიდევ ვთქვათ მოეწყოს ღონისძიებები, ხო არის ამის შესაძლებლობა? ჯერ ამაში სარკი იყო და თავისი პატრონის შემდგარი ყურა. კერძო იყო მაშინ და ახლა უკვე სახელმწიფოს კუთვნილებაში. მაგრამ კიდე ეს მეიას კულტურის დეპარტამენტის ხელშია, როგორ მინდა ადრიან. ანუ შეგვიძლია მაინც რომ გამოვიყენოთ, კი? ასე თუგულიზები შებახნა. ძალიან კარგი. გამეხარდა დღეს აქ რომ მომიყვანე 12 წლის შემდეგ. მადლობა. მართლა პირველად ხარ? მართლა მას შემდეგ პირველად. არა, არ ყოფილვარ 12 წლის შემდეგ აქ ამ დარბაზში არ ყოფილვარ, რა თქმა უნდა, ტაქსიმის მოედანზე ყოველ ჩამოსვლაზე დავდივარ, მაგრამ თვითონ დარბაზში არ შემოვსულვარ და დღეს ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ახალგაზრდა ახალგაზრდა ჩვენი ამბავი რომ თუმცა ის ნაკეთს გავაკეთე. ხმადაბლა იყო იდაპარგეთ თეატრიანი.
კარგით. მადლობა. გამოვდივართ ახლა მეგობრებო, ჩემი ძალიან ძვირფასი ადგილიდან, აი ამ კინოდარბაზიდან და აი წინ ხედავთ აი ამ ადგილს ლასტ რომ აწერია. რამდენიმე წლის წინ ზუსტად აქ მოხდა ტერაქტი, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა. მოგეხსენებათ, გასული წლებში ძალიან ხშირი იყო სტამბოლში ტერაქტების შემთხვევები და ერთ-ერთი მოხდა ზუსტად აი ამ დარბაზის წინ, სადაც ჩემი პოეზიის საღამო გაიმართა. 2016-ში მარტში მარტი რომელი მარტი 16 მარტი საათ 2-ზე გაფეთქდა. ხო, მოხდა აქ ტერაქტი. კი. და დაიღუპა 7 ადამიანი მაშინ. კი. ესე იგი ახლა ვართ ჩვენ ერთ-ერთ პარკში, რა ქვია ამ პარკს? მაჩკა პარკი. მაჩკა პარკში ვართ და აქ არის ბიუსტები ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწე პირების ბიუსტები არის მეგობრებო. ესეთნაირად არის ჩამოყოლებული. ყველა აქ არის. ვერი ისტორიიდან ეს არის ყველაზე დიდი მუსტაფა კემალი. ხო, მუსტაფა ქემალ ათათურქის ძეგლი დგას აქ. დანარჩენი ყველა ისტორიული პირის ბიუსტები გახლავთ. მოდით. კატებო. აქ არის ძალიან ბევრი კატა. ტაქსიმზე ზოგადად ბევრი ფისო შეგხვდებათ. ბევრი კატები არიან და ნახეთ ახლა რამდენი მოიყვის თავს ერთად. გამოჩი. აი. ნახეთ რამდენი მოდიან. მოსეცეული დავიაკ. მოი. ფისო. ვაუ. აბა შეგროდით. არა, ვარ მაგ საჭმელი აქ რა. საჭმელი თუ არა ჭამე არ შეგროვდებიან ისე. ტყილა ატყილებ ისე ხო? აბა ხელი წამი მოვიდით და. ვერ მოსხარ ჩხას. აი. თუ მაჭმე მოვალო თუ არა და ისე ტყილა ნუ მატყილებო. ხო, ისტორია არის ამ პარკის შესახებ. მაჩკა პარკი. და მისი გაკეთების შექმნის დაარსების ისტორია. მეორე ომამდე ყოფილა ბოსნიური. მეორე მსოფლიო ომამდე ყოფილა რა? ოსმალურიო თუ რა თქვი? არ არის რეკია ბოსნიური ასებს ნერგების. ბოსტნეულის ადგილი ყოფილა? ბახშა ბოსტნეულის ადგილი ყოფილა მეორე მსოფლიო ომამდე და შემდეგ შეიქმნა პარკი. ანუ შემდეგ შექმნეს პარკი აქ, სადაც განათავსეს ისტორიული პირების
ბიუსტები. შეიძლება რომ სტამბოლში ისეირნო და ჩაი არ მიირთვა და ახლა ჩაიზეც შემოვიარეთ. ღამის 11 საათია და ვიდრე სასტუმროში მივალ დასასვენებლად, მანამდე ეს ჩაიც უნდა მივირთვათ.